ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით დღის მთავარ თემას თურქეთში მიმდინარე მოვლენებს. სტამბულში უკვე ჩავიდა ჩვენი კორესპონდენტი ოთარ გიორგაძე, ის ათათურქის აეროპორტიდან ახლა ტელეფონით პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ოთარ, მოგესალმებით, რა ვითარება ამ დროისთვის აეროპორტში და ქალაქში? მოგესალმებით მარიამ, დიახ, ჩვენ უკვე სტამბოლის ათათურქის აეროპორტში ვტოვებთ. უნდა ითქვას, რომ საჰაერო სიმსავნე დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა თურქეთის ტერიტორიაზე მოხსნილია. 12 საათიანი კოლაფსი იყო შიდა რეისებზე, რაც უკვე გაუქმებულია. 12 საათის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ტრაბზონიდან სტამბოლის მიმართულების გამოსულიყავით. ადგილობრივმა კომპანიებმა უკვე შეასრულეს პირველი რეისები სტამბოლის მიმართულებით და შეიძლება ითქვას, რომ სატრანსპორტო კოლაფსი მოხსნილია მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება თავად მდგომარეობას, აეროპორტის ტერიტორიაზე რაიმე სახის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზონები არ არის მიღებული, რაც განასხვავებს ამ ვიზიტებისგან. აღინიშნოს, რომ ათათურქის ტერიტორიაზე შემოსული ავტომობილების მძღოლების უმრავლესობას აქვს ავტომობილზე დამაგრებული დროშა, ან მათ ავტომობილში მცდომი ადამიანები ჯერშებს აფრიალებენ და არის შეძახილები, რა თქმა უნდა, ეს არის გუშინილ საღამოს განვითარებული მოვლენების გაგრძელება. ჩვენ ადგილზე განვაგრძობთ მუშაობას და თუ როგორი ვითარება თავად ქალაქში, ამის შესახებ ჩვენ უკვე ოდნავ მოგვიანებით. ოთარ, უსაფრთხოების ზომები თუ არის გამკაცრებული თავად აეროპორტში? თუ შეინიშნება გარკვეული? რაიმე სახის დამატებითი უსაფრთხოების ზომები არ არის მიღებული, ჩვეულებრივად ის ადამიანები, რომლებიც ათათურქის აეროპორტში ჩავიდნენ, თავისუფლად ტოვებენ აეროპორტის ტერიტორიას და როგორც ავიაკომპანიები აცხადებენ, გვიან ღამიდან მოყოლებული რეისები, რომელიც გაუქმდა, სავარაუდოდ ეს საღამოს შესრულდება, ეს ეხება ძირითადად შიდა რეისებს, საერთაშორისო რეისები კი შედარებით გეგმის მიხედვით განხორციელდება უკვე დღის ბოლომდე. მადლობა ოთარ, გელოდებით ზუსტად 8 საათზე უფრო დეტალური და ბოლო ინფორმაციით ოთარ გიორგაძე საუბრობდა სტამბოლიდან მოამბის ეთერში.